მოგესალმებით ქუთაისო, მოგესალმებით იმერლებო, მოგესალმებით ადგილზე, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს დავით აღმაშენებელს ფეხი აუდგამს და მისი განსასვლელი დაუმკვიდრებია. მოგესალმებით ქალაქში, რომელიც საქართველოს ერთიანობის და უძლეველობის მარადიული ნიშანსვეტია. ანტიკური სამეფოს დედაქალაქი, ბაგრატ მესამის საქართველოს ერთიანობისათვის დაწყებული ბრძოლა, დავით და კონსტანტინე, ბაგრატი და გელათი, აკაკი და გალაქტიონი. აი ეს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარს და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას. დღეს შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ უთხრათ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს, რომ საქართველო ჩვენით არ იწყება, რომ ისტორიის ამ უგრძელეს გზაზე ჩვენი მისია გვერგო და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა. სახელმწიფოსი არა როგორც ტერიტორიის, არამედ სახელმწიფოსი როგორც თვითყოფადი ერის ერთობის. სხვისი იმედი, რას არგებს თავისუფლების მძებნელსა. აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს თავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივალიც და მცველიც თავადვე ვართ. ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის აწყისებთან მდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმნით თვითყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი ჩვენ ერთს თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა. გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია. მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ დღეს ეს პროცესი უგულებელ ყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონალ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს. ხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალფეხზე დგომას თავისუფლებად, სიცრუეს ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს ქართველი ხალხის სიყვარულად. ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი მშვიდობაა. და ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოწდება კითხვა. სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, ესაა ევროპა? კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? თავად ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ ყოფი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? რა თქმა უნდა არა. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს. ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება. ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა. ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება. ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა. თუმცა ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა შინ და გარეთ დაინახავს თუ სადგას ქართველი ხალხი, დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა,
რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე, რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითყოფადობის გარეშე. 26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უპირობო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოო დავიმკვიდროთ თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს. მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპულ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.